BBC არაპირებს ქართულ ოცნებას ბოდიში მოუხადოს და წაშალოს საგამოძიებო რეპორტაჟის ვიდეო ვებგვერდიდან. ამ ინფორმაციის გაჟღერება დღეს შალვა პაპუაშვილს მოუწია. უკვე მეორედ BBC-დან ქართულმა ოცნებამ მიიღო უარი. შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რომ თავდაპირველად პირველი საჩივრით მიმართეს BBC-ს და ეს საჩივარი განიხილეს ჟურნალისტებმა, რის შემდეგაც ქართულმა ოცნებამ მიიღო უარი მოთხოვნაზე, რომ BBC-ს უწყებლო კომპანია მოუხადოს ბოდიში ქართულ ოცნებას და ასევე წაშალოს მომზადებული საგამოძიებო რეპორტაჟი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თუმცა ეს მოთხოვნები BBC-მ არ დააკმაყოფილა არც მეორეს შემთხვევაშიც და ახლა მესამე საჩივარს ამზადებს ქართული ოცნება. ეს საჩივარიც გაიგზავნება BBC-ში და ამ შემთხვევაში უკვე რედაქციის შემდგომ განიხილავენ დამოუკიდებელი ექსპერტები, თუმცა პაპუაშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაშიც არ აქვს მოლოდინი ქართულ ოცნებას, რომ ეს საჩივარიც დაკმაყოფილდება და ამის შემდგომ უკვე ისინი მიმართავენ სასამართლოს. ეს საგამოძიებო რეპორტაჟი, როგორც საზოგადოებას ახსოვს, უკავშირდება ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დარბევის საკითხს, რა დროსაც როგორც BBC იუწყება, სავარაუდოდ გამოყენებული იქნა ქიმიური ნივთიერება კამიტის სახით და სწორედ ამ გაჩენილ კითხვებთან დაკავშირებით დღემდე ქართულ ოცნებას კონკრეტული პასუხები არ გაუწია და იმის მაგივრად, რომ მათ საერთაშორისო ექსპერტები მოეწვიათ საქართველოში, რისი მოთხოვნაც არსებობდა, რომ ეს საკითხი გამოეძიათ, ამის მაგივრად ქართულმა ოცნებამ BBC-ს უჩივლა. აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლების სისტემა არის კოშმარი და პირით გვესაუბრებია ხოლმე ჩვენ რაიმე მართლმსაჯულების თუ სამართლების პროცედურებზე. ის ჟურნალისტები, ვინც ტყუილი გამოიგონა, იმ ჟურნალისტებმა განიხილეს ჩვენი საკითხი. ეს ერთი. ამის შემდეგ და გვითხრეს უარი. ამის შემდეგ ასე ვთქვათ, შევაბრუნეთ საჩივარი. ამის შემდეგ აღმოჩნდა შემდეგი ინსტანცია გახლავთ იმ ხალხის რედაქცია, უფროსობა ასე ვთქვათ, სარედაქციო ჯგუფი, რომელმაც დაავალა ეს სიუჟეტი, ჩაიბარა ეს სიუჟეტი და გაუშვა ეს სიუჟეტი. ამ რედაქციამ განიხილა და მათაც ჩვენ და გასაკვირად თქვეს, რომ არა, ჩვენ მოიყავით მართლებიო და უარი შემოვიდა. ახლა ვართ მესამე ეტაპზე, რომ შევიტანოთ კიდე ერთი საჩივარი, კიდევ ისევ BBC-ს უნდა მიმართოთ, რომელიც ახლა ცოტა კიდე ერთი დონით მაღლა ხდება განხილვა, მაგრამ ასევე BBC-ში. BBC-ში გასაჩივრებას უყურებთ ფაქტობრივად როგორც ფორმალობას, ფაქტია რომ ვინც დააშავა არ იტყვის, რომ მე ვარ დამანაშავეო. ფაქტია, რომ დიდ ბრიტანეთში კანონმდებლობა არის ისეთი, რომელიც არის მტრული მსხვერპლის მიმართ, გავიდით ყველა ინსტანციას, თუ საჩვერო დარჩა, გახდა სტრასბურგამდეც მივალ. თავარი არის, რომ იყოს აღიარება, რომ იყო დეზინფორმაცია გავრცელებული, იყოს აღებული პლატფორმიდან ეს მედიები, რაშიც გამოიხატება საბოლოო ჯამში, ხომ? მარტო სიტყვა ხარ გვაინტერესებს. ხო, ბოდიში ამ სიუჟეტის აღება, რაც იქნება გამოხატულება და სიმბოლო იმისა, რომ აღიარეს. გასაგებია, რომ ამ სიუჟეტს ხა გონებიდან ვერ წაშლის, ანუ ის მავნებლობა, რაც მათულდა ჩადენილი აქვს უკვე. ჩაშლილი ვიზიტი თუ არასწორი მოლოდინების შექმნა, ეს კითხვები უკავშირდება ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის ვიზიტს საქართველოში, რომელიც წესით უნდა აპრილში მომხდარიყო, თუმცა აპრილი ისე იწურება, რომ ეს ამ ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით ჯერ კიდევ ცნობილი არ არის. დღეს კითხვები ბუნებრივია დაუსვით შალვა პაპუაშვილს, შემდგომ უკვე ნინო წილოსანსაც, თუმცა არც ერთ მათგანს არ აქვს ინფორმაცია, უпростоრად ისინი ვერ ასახელებენ კონკრეტულ თარიღებს თუ როდის შეიძლება შედგეს შეერთებული შტატების დელეგაციის ვიზიტი საქართველოში. მეტიც მათ ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია, საერთოდ ეს ვიზიტი შედგება თუ არა. არადა ქართული ოცნების ლიდერები ამტკიცებდნენ ჯერ კიდევ თვის დასაწყისში, რომ ეს ვიზიტი იგეგმებოდა, რომ ქართული ოცნება შეეცდებოდა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების დალაგებას, თუმცა როგორც ჩანს დღეს ამ ვიზიტის თარიღებიც კი არ იციან. კონკრეტული არაფერი ჯერ დაგეგმილი ესე არ არის. თავისთავად გულისხმობა, რომ როდესაც არის სურვილი ორივე მხრიდან, რომ დასწორეთ ეს იყო სახელმწიფო მდივნის სატელეფონო ზარის მიზანიც, რომ დაიდასტურებინა უმაღლეს დონეზე ამერიკის შეერთებული შტატების სურვილი, რომ დიალოგი აღდგენილიყო უმაღლეს დონეზე და მე თარიღი ასეთი არ ყოფილა შეთანხმებული. ფაქტია, რომ არის სურვილი კომუნიკაციის, ვიზიტებისა. რადა როგორ იქნება ეს ლოჯისტიკის საკითხი არის კიდევ ერთხელ. თავად თავისთავად სხვანაირად როგორ იქნება ურთიერთობების აღდგენა, საუბარია საჭირო და ამ საუბრისთვის საჭირო ვიზიტები, ანთლების
მინისტრი იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში და თავის კოლეგებს ხდება ის, რომ სხვადასხვა მინისტრები საფრთხო ვიზიტები ამერიკის შეერთებულ შტატებში, მასშტაბის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჰქონდა უმაღლეს დონეზე თავის კოლეგებთან შეხვედრები, ეს ყველაფერი არის სწორედ ეს ნაბიჯები, რომელიც იდგმება, მათ შორის ვნახეთ ჩვენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლიც იმყოფება საქართველოში. მე არ დავკონკრეტდები ამერიკის შეერთებული შტატებიდან ვიზიტით ჩამოსასვლელი პირების არც კონკრეტულ თარიღზე და არც შემადგენლობაზე დარწმუნებული ვარ, რომ ეს აუცილებლად იქნება. ყოველ შემთხვევაში ამის მიუხედავად ურთიერთობები დარეგულირებისკენ მიდის და რაც თავარია ის საკითხები და ის პრობლემები, რაც ჩვენი მხრიდან დანახული და არაერთხელ გაჟღერებული იყო, სათანადოდ არის ამერიკული მხარის მხრიდან მიღებული და ვფიქრობ, რომ შესაბამისი რეაგირებაც ექნება. ქართული ოცნების ლიდერები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ შეეცდებოდნენ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების დალაგებას და გადატვირთვას, დღეს ვერ ასახელებენ კონკრეტულ თარიღებს, თუ როდის შეიძლება ჩამოვიდნენ ვიზიტით შეერთებული შტატების დელეგაციის წევრები, არადა ქართული ოცნების იგივე ლიდერები აღიარებენ, რომ სწორედ ურთიერთობების გადასატვირთვად აუცილებელია სწორედ განხორციელდეს აღნიშნული ვიზიტები. ამავდროულად უცნობია, რას გააკეთებს ქართული ოცნება ევროკავშირთან ურთიერთობების დასალაგებლად. პრინციპში დღეს შალვა პაპუაშვილის განცხადებისგან არჩებოდა განცდა, რომ ისინი გადადგავენ კონკრეტულ ნაბიჯებს ან შეასრულებენ რეკომენდაციებს. პირიქით დღეს განსაკუთრებულად გალანძღა შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელი.